ამავდროულად კავშირი ეკვატორულ და ეკლიპტიკურ კოორდინატებს შორის და ჩვენთვის ახლა ბოლო ინსტანციად ასე ვთქვათ დარჩა კავშირი გალაქტიკურ და ეკვატორულ კოორდინატებს შორის. იმისთვის რომ ჩვენ ეს შედარებით უფრო ასე ვთქვათ ნორმალურად ავიღოთ და ნორმალურად ასე ვთქვათ გავაკეთოთ, ის ადვილია ძალიან 90-b რატომ არის ან 90-b ასევე 90-b0 ესენი შედარებით ადვილია და თუკი გავიხსენებთ ჩვენ განმარტებებს თვითონ მისი, რომ გახსოვთ გალაქტიკურ კოორდინატთა სისტემაში ჩვენ ქონდა ეკვატორული კოორდინატები მოცემული გალაქტიკისა, თვითონ ცდილობა ხარიბოვდა გაჩვენოთ სად არის და კან განმარტებები იყო გარკვეული. იყო გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსის კოორდინატები, მოცემული ალფა და დელტა კოორდინატები და ასევე აქ არის მეორე კოორდინატა, ეს არის გალაქტიკის კვანძის აღმავალი კვანძის კოორდინატები მოცემული საათებში ნახეთ 18 საათი და 40 მინუტი არის და დელტა 0-ია ცხადია, იმიტომ რომ თვითონ სიბრტყეზე მდებარეობს. ეს ორი მათ შორის დაშორება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზუსტად ალფასა და ალფა ნულს შორის დაშორება გვიჩნდება ჩვენ გალაქტიკური ზუსტად ეს კუთხე რჩება გასახილველი, როდესაც ჩვენ ხედავთ კუთხეს სამყაროს პოლუსსა და თქვათ გალაქტიკის პოლუსსა და ნახევარზე გადაღებულ სამკუთხედს შორის. ეს პროცესი ცოტა უსიამოვნოა ხოლმე და რთული და სულადესაც უჭირს ამის გაგება და ჩვენც იშვიათად ვეხედით ხოლმე ამ საკითხს, თუ კი არ არის სპეციფიკური ამოცანები გალაქტიკის ან ასტრონომიის კუთხით დასმული. დავიდნენ, მაგრამ მე ეს ჩვეულებრივი პროცესი ეხლა ინახავთ ამ განსხვავებას, დანარჩენებს უყურებ აქტივებია ხედავთ და დასმული არის, ანალოგიურად ხდება ხედავთ, ისე უცნობიერი კუთხე, რომელიც ვახსოვთან არის მოქცეული. ამიტომ ჩვენ ამ სამკუთხედის პარალელაქტრის სამკუთხედის განხილვის დროს ვერ განვიხილავთ პრაქტიკულად გვერდს 90 დელტა. თანაც დააკვირდით, რომ დელტა 0-ს ელაპარაკი. ალფა 0 და დელტა 0 არავითარ ხიფათს არ წარმოადგენს, ისინი ხო ცნობილი სიდიდეებია უკვე, ჩვენ შევთანხმდით, რომ მათი პრობლემა ჩვენ არ აქვს. ამიტომ ის რიცხვებია პრაქტიკულად ჩაჭდება და არავითარ პრობლემას აღარ გვიქმნის ჩვენ. ვერ ხდება მონახეს გალაქტიკური კოორდინატები ახლა გაჩვენეთ. ალფა 0 და დელტა 0 ზუსტად ცნობილი რიცხვები არის ეპოქისათვის. და როგორც კი თქვენ მას ეპოქას შეცვლით, მნიშვნელობებსაც ამოიღებთ და იქაც არავითარი პრობლემა არ არის. ამიტომ სადაც კი თქვენ ახლა აღმოგაჩნდებათ ალფა 0 და დელტა 0, ისინი ცნობილი მნიშვნელობებია. თუ წინასწარ გადავხედავთ ფორმულებს, სანამ გამოვიყვანთ და ამის გამოყვანა ჩვენ უკვე კარგად ვიცით და პრობლემას ჩვენთვის არ წარმოადგენს, აღმოაჩენთ, რომ თუ მე მინდა რომ გამოვსახო გალაქტიკური კოორდინატები, ვთქვათ, ეკლიპტიკური, აგერ ეკვატორული, აგერ ეს გამოხატულება ჩვენ გვაქვს, აგერ გალაქტიკური არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეკვატორული კოორდინატები ალფა და დელტა. ალფა 0 და დელტა 0 უკვე შევთანხმდით, რომ ესენი რაღაცა ისწრებია, გადაწევა, მოტრიანება, ასე ვთქვათ, რაც გარკვეული კუთხით არაფერი. პირიქით, როდესაც არის ლაპარაკი, ხედავთ სინუს და კოსინუს და აგერ სინუს ალფა მინუს ალფა 0. ეს ალფა 0 ჩემთვის პრობლემა არ არის. ალფას პოულობ, ალფა მინუს ალფა 0 დიდი პრობლემა არ არის. იყოს პრობლემა, რიცხვები ვიცით, პრობლემა არ არის. შესაბამისად, მეორე მხარეს არის მხოლოდ დედა ელი, როგორც გალაქტიკური კოორდინატები. თუმცა მათთან ერთად შედის დელტა 0-იც. არა უშავს, არც ეს არის პრობლემა, ეს ხო რიცხვია და ბოლოს კოეფიციენტად დაждდება და დამთავრდა მისი პრობლემა. შევხედოთ სინუსების თეორემა პირველ რიგში მოვიშოროთ, ასე ვთქვათ, როგორც მარტივი ვარიანტი და ცხადია, აქ ჩვენ უნდა განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ ის სიტუაცია, ის ორი წყვილი, რომელზეც ხელი მიგვიწვდება, ასე ვთქვათ, და სინუს 90 მინუს დელტას შეფარდება სინუს 90 მინუს l-თან, ხო? იქნება სინუს 90 მინუს b-ს შეფარდება სინუს ალფა მინუს ალფა 0-თან. ასეთ მშვიდობიანად რჩება ეს ყველაფერი, ხო? ესე იგი, ჩვენ როგორ გავაკეთეთ? ესე იგი, სინუს ალფა მინუს ალფა 0-თან იყო შეფარდება სინუს 90 მინუს b-ს, ანუ კოსინუს b ისე შეფარდება სინუს ალფა მინუს ალფა 0-ს,
როგორც კოსინუს დელტა კოსინუს L-ს და მე გადავიტანოთ მეორე მხარეს. ამიტომ საბოლოოდ მივიღეთ, რომ კოსინუს B კოსინუს L უდრის კოსინუს დელტა სინუს ალფა მინუს ალფა 0. ძალიან მოგაწყენოთ თან ამიტომ ვცდილობ ეს უკვე სწრაფად მოვყვე. თავარი იყო რომ ეს განმარტება თქვით საიდან მოდის ალფა მინუს ალფა 0. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა. ამიტომაც ავთხოვთ ხოლმე ჩვენ მაგისტრატებში მინდა თუ არა სხვა საკუთრებიც ამოხსნან, იმიტომ რომ ისინი ტექნიკის გასავარჯიშებლად არის და თუ კი რაღაცას ვერ ეგუება და ვესწავლოს მხოლოდ მაშინ ვუმატებთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ეკვატორულთან დაკავშირებული ჩვენგან გვაწყობს და არაფერი პრობლემა არ არის. ახლა უყურეთ, შევატრიალოთ ეს ფორმულა და გვექნება კოსინუს დელტა სინუს ალფა მინუს ალფა 0 უდრის კოსინუს B კოსინუს L-ს. ეს შევთანხმდით სინუსების თეორემა პირდაპირ გვაძლევს ხოლმე შეფასებას. მეორე ვარიანტი, როცა მე მინდა galaktikuri koordinatები გამოვხატო ეკვატორულით, მაშინ მე ვიღებ გვერდს კოსინუსების თეორემის შემთხვევაში, ვიღებ გვერდს, სადაც შედის galaktikuri koordinati, კოსინუს 90 მინუს ბეტასი, ანუ სინუს ბეტა. ხო? დანარჩენი ორი გვერდის კოსინუსების ნამრავლი, ანუ კოსინუს 90 მინუს დელტა 0, კოსინუს 90 მინუს დელტა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ორივე სინუს დელტა 0, სინუს დელტა. ცხადია, კოსინუს დელტა 0, კოსინუს დელტა დაემატება, გამრავლებული მათ შორის დებარე კუთხის კოსინუს ალფა მინუს ალფა 0. აი ესეც ფორმულა მთლიანად დაჭრა. ხუთი ელემენტის შემთხვევაში ჩვენ გვინდა ისეთი წყვილი ავიღოთ, ანუ გვერდი იგივე იქნება ცხადი, მაგრამ დავაწყვილებთ მასთან მეორე კოორდინატს 90 მინუს L-ს. ანუ ჩვენ გვაქვს სინუს 90 მინუს ბეტა, ანუ კოსინუს ბეტა გამოვიდა და გვერდის კოსინუს 90 მინუს L-ს, ანუ სინუს L გამოვიდა, ხო? თუ მეორე მხარე ვინა ჩავწეროთ, უკვე ახლა ამის მოპირდაპირე, კუთხის მოპირდაპირე გვერდის კოსინუსი ვინა, კოსინუს 90 მინუს დელტა C, ანუ სინუს დელტა და იქნება სინუს 90 მინუს დელტა 0, ანუ კოსინუს დელტა 0. აი ესე დაждდა, მე მინუს ნიშანი არის შეტრიალებული, ანუ კოფუნქციები იგივე არგუმენტებისა და მათ შორის დებარე კუთხის კოსინუსზე, სადაც კოსინუს ალფა მინუს ალფა 0 პირდაპირ ჩანს. ანუ ეს ფორმულა პირდაპირ დაიწერა საბოლოოდ, კოსინუს ბეტა სინუს L უდრის კოსინუს დელტა 0 სინუს დელტა მინუს სინუს დელტა 0 კოსინუს დელტა კოსინუს ალფა მინუს ალფა 0. ხუთი ელემენტის ფორმულა ეკვატორული კოორდინატებისთვის როგორ გამოიხატება? ეკვატორული კოორდინატები ჩვენ გვაქვს 90 მინუს დელტაში შედის ეკვატორული კოორდინატი და ალფა მინუს ალფა 0-ში შედის ალფა. ამიტომ ეს არის კოსინუს 90, სინუს 90 მინუს დელტა გამრავლებული კოსინუს ალფა მინუს ალფა 0-ზე. არის სინუს 90 მინუს დელტა იგივე კოსინუს დელტა, კოსინუს ალფა მინუს ალფა 0 დარჩა. ხო? მერე კუთხის მოპირდაპირედ არის ეს კუთხე ვერტი კოსინუს 90 მინუს B-ი, ანუ სინუს B და შემდეგი გვერდი განსხვავებული შემდეგი გვერდი არის აი მესამე გვერდი აგერ არის ამისი სინუს 90 მინუს დელტა 0, ანუ კოსინუს დელტა 0. მერე მინუს ნიშანი და ამის კოფუნქციები ზუსტად და მათ შორის დებარე კუთხის კოსინუსი 90 მინუს L-ის, რაც თავისთავად ნიშნავს სინუს L-ს. ნიშანი შენარჩუნებულია. ანუ ამ შემთხვევაში რაღაცნაირად ადვილად გამოვიდა. განსხვავებით წინა შემთხვევისა, როდესაც მინუსების გადამრავლება გვიწერდა, ზეპილად ცოტა უხერხულწოდის ადვილია წყალია. ამ შემთხვევაში აქ ნიშნები არ შეიცვალა პირდაპირ დაждდა და გვაქვს საბოლოო გამოსახულება. პირველი სამი არის galaktikuri გამოსახვა ეკვატორული საშუალებით კოორდინატებისა, ასევე მეორე სამი არის ეკვატორული კოორდინატების გამოსახვა galaktikuri საშუალებით. ამიტომ ჩვენ გვაქვს პირდაპირ საშუალება ერთი კოორდინატთა სისტემის მონაცემის გადავაყენოთ მეორეში, აი ფორმულების საშუალებით. და ფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული ლექცია, როცა თქვენ შეძლებთ ამ პრაქტიკულებზე ამ ყველაფრის მოგონდა მიღებას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და არა მარტო ყურადღებისათვის. დიდი მადლობა გამწვევებისათვის.